მოგესალმები. გაინტერესებს ჩემო კარგო, რა გელოდება მომავალში? გადავხედოთ კიდე. მაშინ თქვი შენი სახელი, დაბადების წელი და ვნახოთ, რა მდგომარეობით მოხვედი ამჟამად. ახლა რისი შეგრძნება გაქიცი? თითქოს ყველა საქმეები შორს გაიფანტა, შენი ოცნებები. ამჟამად ისეთი უნდობლად დგეხარ, შენ თვითონ ვერ წარმოგიდგენია. ბარაქებზე ფიქრები გაქვს და სხვათა შორის მამაკაცი ამოგივიდა ამობრუნებული გულით. რა პრობლემა გაქვს სხვა? როგორც გინდა ისე ვერ დააყენე შენი ოჯახი ფეხზე, ჩემო კარგო. შეიძლება ეს ყველაფერი ფინანსებზეც არის დამოკიდებული. ეს ვერ აღადგინე შენი ოცნებები, რომ ოჯახი ფეხზე დაგეყენებინა. მალე შეხვედრა გელოდება, ჩემო კარგო. მაგრამ ფრთხილად იყავი. დიდი ეშმაკი ხალხი გყავს გარშემო. ნახოთ რა მდგომარეობა გაქვს კარაპატინში. რატო ვერ შესროლდა შენი ოცნება, რატო ხარ ასე? რამ შეგიშალა ხელი? სხვათა შორის წარსულშიც ასეთი მდგომარეობა ქონია. ვერ გაიმართე წელში, თითქოს აშენებული ყველაფერი დაშლილა, განცდები ამოვიდა. ზარალიც გინახია. ურთიერთობაც თითქოს ცუდად დაგემთავრებია, იმიტომ რომ მამაკაცთან უსიამოვნება შეგხვედრია, ჩხუბი, თითქოს ცოტა არ იყოს მოღალატე პიროვნება ყოფილა. ძალიან მომთმენი ადამიანი ხარ, მაგრამ რა არის იცი? ყოველთვის დამჯდარ ხარ, 4 კედელი ამოგიშენებია, ამ 4 კედელში შენ დარჩენილ ხარ. მაგრამ შენ ისეთი ტიპი ხარ, მაინც მომავალზე ფიქრები ამოგივიდა. თითქოს ახალი ცხოვრება დაგიწყია, მაგრამ რა იცი, ისეთი მერყეობა გაქვს. ისეთი მერყეობა გაქვს, რომ რასაც აკეთებ წყალში იყრება. რის ბრალია? რატო ხარ ასე? რამ გამოიწვია? ბევრი განცდები, თვალი, მტერი და ის ამორჩეულ გზას ვერ დავმდგარ ხარ, ჩემო კარგო. რა გელოდება მაშინ? ისევ ბრძოლა. ისევ მამაკაცზე ფიქრები ამოვიდა, ვითომ რაღაცში დაგეხმარება, ვითომ შენზე ძალიან ფიქრობს, მაგრამ იცოდე, არენდო ჩემო კარგო, იმიტომ რომ აქ ამოგივიდა წროწონები. შეიძლება ისევ დაკარგო რაც გინდა ის. ამჟამად რა, სინათლიანი მომავალი მაინც გიჩანს. ჩქარი შეხვედრაც გელოდება, რაც გაფრთხილებს კარტი. წავა შენი ნერვიულობა, ჩემო კარგო, ოხონ მდგომარეობიდან იცოდე ძნელად გამოდიხარ, არ ინერვიულო და მიხედე შენ თავს და სხვასაც ნოენდობი. კარგი, ჩემო კარგო, მაშინ ვნახოთ მომავალში რა გელოდება. შენ იქამდე ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეს. ასე, თქვი შენი სახელი, დაბადების წელი, კითხე კარts, რა მელოდება მომავალში თქო. და დავიწყოთ, რა გელოდება. ჩემო კარგო, აქ ამოვიდა ვიღაცა, ცოლშვილიანი მამაკაცი. თითქოს ღმერთის წყალობაც ამოგივიდა. ამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა. ამოგივიდა, მაგრამ რა არის იცი? ამობრუნებული კაზიონის სახლი უჩანს. შეიძლება სამსახურზე, სკოლაზე, სწავლაზე, რაღაცაზე ფიქრები კონდეს და ცოტა ნერვიულობა ამოსდის ამ გოგონას. შენ მალე სურვილის შესრულება ახალი ამბავი გელოდება. ამ სურვილების შესრულების მერე ანსაბუთი და გზაც გელოდება.
ნახოთ სხვა რა გელოდება მომავალში. ფული ამოგივიდა, მაგრამ იცოდე ახალგაზრდა ბიჭზე ცოტა პრობლემები გიჩანს. ახალგაზრდა ბიჭზე შეიძლება რაღაცა ფულზეც იყოს ეს პრობლემა. ამას მოუფრთხილდი, მისაცემია, მოსაცემია, თუ რამე გასაკეთებელი გააკეთე, მოაგვარე, თორე შეიძლება ტვინიც აგერიოს. შენ მომავალში შენი ბოლო რა არის, იცი? სიხარული გელოდება და გვერდზე ვიღაცა ქალბატონი ან ვიღაცა გოგონა გიდგება, ჩემო კარგო. შესაქმეებს შეიძლება დაგეხმაროს ვიღაცა ქალბატონმა. კარგი, ჯგარი-კაზიონის სახლიც გელოდება, ჩემო კარგო. ნერვიულობის მერე რაღაცა სურვილის შესრულებები გელოდება, ღმერთის წყალობა ამოგივიდა, ორინაჭერი ფული ხელიდან გაგდის. და რა დაგრჩა? სხვათაშორის იცი, აქ ვიღაცა მამაკაცი ჩანს. შეიძლება ბედგამონაცვალი შენი ყოფილი იყოს, შეიძლება ფორმიანი პიროვნება იყოს, შავგრემანი პიროვნება იყოს, ახლა გააჩნია თქვენთვის ვინ იქნება ეს. სხვათაშორის შორიგზიდან რაღაცა სასიხარულო ახალი ამბავი გელოდება ამ მამაკაციდან ან ამ ბიჭიდან. კარგი. ვიღაცასთან ლაპარაკი გელოდება, ჩემო კარგო. შეიძლება პირისპირ ლაპარაკი იყოს, ან შეიძლება ტელეფონით ყურმილით ლაპარაკი მოხდეს. ოღონ ეს საუბარი ჩხუბით არ დამთავრდეს, იმიტომ რომ ხმამაღალი ლაპარაკი გელოდებათ. ეს პერიოდი, ჩემო კარგო, თითქოს რაღაცას ხლაფორთობ აკეთებ, მაგრამ ჯერჯერობით პოსტაში დგეხარ. ჯერ უცბად შენ რაც გინდა იმას ვერ აკეთებ. გაპოსტავებული დგეხარ. ამოგივიდა მამაკაცი, ხანში შესული მამაკაცი, ან ცოტა წლოვანებით დიდი კაცია. შეიძლება უფროსი კაცი იყოს. ეს პიროვნება რაღაცაზე ქუხს. რა უნდა თვითონ შეიძლება არ იცოდეს. შენ ახალი ამბავი და სიხარული გამშვიდებს. ნახოთ რა პერიოდს გადიხარ ახლა. მოულოდნელი რაღაცა საქმის მოგვარება გელოდება, ცოლიანი ბიჭი არის ვიღაცა, არ ვიცი, შეიძლება ხმამაღალი ლაპარაკი მოგიწიოს ტელეფონითაც. მაგიდა გელოდება ვიღაცა ქალბატონის ან გოგონასი და ქრივი ქალი. ან შავთმიანი ქალბატონი გოგონა, არ ვიცი ვინ არის. გზა ამოვიდა, შეიძლება გზაზე დაადგეს და ჩამოვიდეს. შავგრემანია, ან შეიძლება ქრივი ქალბატონია. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდება. ნახოთ კიდე რა გიჩანს. რა გამშვიდებს, იცი, ჩემო კარგო, ამ ახლო მომავალში. ფული გამშვიდებს და ამ ფულს ვიღაცა გოგონა აჯდება მსათიყავი. შეიძლება ფული ჩაგივარდეს ხელში, მაგრამ გოგონა აჯდება ამ ფულს, რა მოკლედ და კონკრეტულად რო გითხრათ. ეს პერიოდი გაპოსტავებული ხარ, ნერვიულობაში ხარ, არეული ხარ, რა გააკეთო არ იცი, შენი საქმეები გაიწელა, მაგრამ იმედს მაინც არ აკარგავ. ისეთი მაგარი ხარ, იმედიანათა ხარ, რაღაცა პატარა ფული შემოსავალი გელოდება. მამაკაცი, აი რომელიც ქუხს მეთქი რო გითხარი, ამისგან ახალი ამბავი გელოდება, ჩემო კარგო. სასიხარულო შეხვედრაც გელოდება, ფულიც გელოდება, მაგრამ ამ ფულზე ვიღაცა გოგონა ჯდება. შეიძლება ფული გამოგართვას ვიღაცამ. ასე რომ ჩემო კარგო, მამაკაცი კი ამოგდეს კი. მაგრამ ამ მამაკაცთან ისე გაქვს გული გაცრუებული, თვითონ ვერ წარმოგიდგენია. დაგიდგა ახალი ამბით ეს მამაკაცი, მაგრამ იცოდე ისეთი კუდიანია, შეიძლება რაღაცაც მოგატყუოს, ყურადღებით იყავი. ახლა თუ მოგეწონა გაშლა,
ვიდეო მოიწონე, გამოიწერე ჩემი არხი, რომ ახალი ამბებით მოვიდე თქვენთან. ნახვამდის.